ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. ქართულმა მოჭიდავემ ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი ანგარიშით 4-3 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ხინჩეგაშვილმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის medali მოიპოვა. გასულ წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოს ოლიმპიადაზე ეს მე-6 მედალია. ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს. ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლები აქვთ ლაშა შავდათვაშვილს, შმაგი ბოლქვაძეს და ირაკლი თურმანიძეს. 5, 4, 3, 2, 1 არის ოქრო! რიოს ოლიმპიადაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეუჩერებელი აღმოჩნდა. 25 წლის მოჭიდავემ თავისუფალ სტილში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა. ფინალში კი ახალგაზრდა იაპონელ რეი ჰიჩუგას ძლია და კვარცხლბეკზე უმაღლესი საფეხური დაიკავა. ქართული ჰიმნი კი რიოში მეორე დაჟღერდა. ვიცოდი რომ ადვილი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ოლიმპიური გამოცდილებას მქონდა და მით უმეტეს ვიცოდი ამ დონის შეჯიბრი იყო და ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდნენ. ჩემ წონაში 5 მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობდით. აქედან გამომდინარე ადვილი არ იქნებოდა. მაგრამ უფრო რთული აღმოჩნდა კიდევ ვიდრე მეგონა. ჩემ სპორტულ კარიერაში დიდი არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ უფრო თავისუფლად ვიქნები. იქიდან გამომდინარე რომ მიზანს მიღწეულია და რაც უფრო მეტი უკეთესი რა თქმა უნდა. ნახოთ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მშობლიურ გორში დიდ ეკრანზე ნათესავები, ახლობლები და თანაქალაქელები ერთად კომაგობდნენ. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებაში ყველა დარწმუნებული იყო, თუმცა ემოციების შეკავება მაინც შეუძლებელი იყო. ჩემთვის აუხდა ის ოცნება, რისთვისაც იღწოდა და წვალობდა და შრომობდა, მარტო იმას ვევედრებოდი უფალს, რომ აი ეს ბოლო ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ოლიმპიური медали მოიპოვებინა და მოიპოვა. ჩემი დროშა, რა ლამაზი, რა გემრიელი, ჩემი წყაროსუბანი, ჩემი გორი, ჩემი საქართველო. გაიხარე ხალხო, გაიხარე ლადო და ლადოს გაუმარ! გაიხარეთ, იწოწრე გორი! ქართული გენის გამარჯვება ეს რაც ხდება. ეს თუ გამარჯვებით ელოს ერს და ქვეყანას ჩვენსაც. გახარებული ვარ ძალიან. ქართულ მოჭიდავეს ტრიუმფი სპორტის მინისტრმა მიულოცა. ჩვენ გულშემატკივრებს ბედერე დედამიწის ზურგზე არავინ არ არის და მინდა თითო ჩვენ გულშემატკივარს მიულოცო. ეს ძალიან დიდი წარმატება. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს სამწუხაროდ შტაბს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ წარმატებაში და ამაყებივად, გვიამაყება და ესეთი ბედნიერი წუთები არ მოუჩავთ ჩვენ ქვეყანას ღმერთს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გამარჯვებით ქართველმა სპორტსმენებმა შეჯიბრის დაწყებამდე დასახულ მიზანს უკვე მიაღწიეს. ცნობილი დევიზი უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე ვადაზე ადრეა შესრულებული. ლონდონში 2012 წელს ქართველების ანგარიშზე 1 ოქრო და 3 ვერცხლი და ბრინჯაო იყო. რიოში კი საქართველოს უკვე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს. ამ შედეგით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა შვეიცარია, თურქეთი, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა დიდი და ტრადიციული სპორტული ქვეყნები. დღეს კი ქართველი გულშემატკივარი ახალ წარმატებას ელოდება. 20 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე 2 ქართველი სპორტსმენი გამოვა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 86 კილოგრამში სანდრო ამინაშვილი, 125-ში კი გენო პეტრიაშვილი იასპარეზებენ. გუშინდელი დღის გმირი ლადო ხინჩეგაშვილი კი 25 წლის ასაკში უკვე ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების და ოლიმპიადის გამარჯვებულია. თუმცა ქართველი გულშემატკივარი მსოფლიოს ნომერ 1 მოჭიდავისგან კიდევ მრავალ ტრიუმფს ელოდება.